მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს ზეიმობს. წირვა ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან ტარდება. სადღესასწაულო ღვთისმსახურებას სიონის ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო წარმართავს. წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. შეგახსენებთ, რომ ხარება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია. სიონის საპატრიარქო ტაძრიდან პირდაპირ ეთერში ხატია ჯამალაშვილი გვიერთდება. ხატია ეთერში ხარ. დღეს მართლმადიდებლური სამყარო ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში აღევლინება საზეიმო წირვა. სწორედ ასეთი წირვა მიმდინარეობს ამ წუთებში სიონის საკათედრო ტაძარში, რომელსაც აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირი. დღეს აქ ამ დღესთან დაკავშირებით მრევლი დილიდან იკრიბება სანთლებითა და ყვავილებით. მათ აქვს სურვილი, რომ დაესწრონ წირვას. ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით ისინი ხაზს უსვამენ ხარების მნიშვნელობას მართლმადიდებლური სამყაროსთვის, ასევე ამ დღეს მნიშვნელობაზე განსაკუთრებით ისაუბრა დღეს სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა მამა გიორგი ვაშალომიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ეს არის დასაბამი ღვთის განკაცებისა და ეს არის დასაბამი ერის ხსნის. მისი განცხადებით, სწორედ ამ დღეს მთავარ ანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს ახარა, რომ ის მისგან იშებოდა ძე ღვთისა. მამა გიორგის განცხადებით, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით იქიდან გამომდინარე, რომ ახლა არის ვნების შვიდეული, ძალიან მძიმე კვირა და როგორც წესი ხარებას არის ხოლმე თევზით ხსნილი მართლმადიდებელი მრევლისთვის, რომლებიც მარხვას იცავენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. დღევანდელი დღე არის გამონაკლისი, რადგან ის დაემთხვა მძიმე ვნების შვიდეულს. ამ კვირაში ჩვენ ვიხსენებთ განკაცებული ღმერთის იესო ქრისტეს ტანჯვას, გვემას, ჯვარცმას და სიკვდილს, მაგრამ მიუხედავად ამისა დღევანდელი დღე საზეიმო ხასიათისაა, ვინაიდან როგორც უკვე მოგახსენეთ, ხარება, ანუ ხარების ჯამს ღვთისმშობლის წიაღში ჩაისახა მაცხვარი. როგორც აი საეკლესიო მოძღვრები განმარტავენ, რომ არა ხარება არ იქნებოდა არ ჯვარცმა, არ იქნებოდა არ ჩობა, არ იქნებოდა არც აღდგომა. ხარებაშია ყველაფერი თავმოყრილი და ეს არის როგორც უკვე მოგახსენეთ, დასაბამი ჩვენი ხსნისა. დღეს როგორც მოგახსენებათ, კიდევ ერთხელ გამეორებული ნების შვიდეული არის მძიმე მარხვა. ხარება კი არის საუფლო დღესასწაული, თუმცა თევზით ხსნილი არ არის, როგორც მითითება გვაქვს ტიპიკონებში, არის ხსნილი მხოლოდ ზეთითა და ღვინით. ვლოცავ ქარ საქართველოს ამ დღეს, ამ ღირსშესანიშნავ დღეს. მინდა იყოს სიმშვიდე, მშვიდობა საქართველოში, მსოფლიოში, დაზაბული ვითარება და ჩემთვის ახლა და ყველასთვის არის მსოფლიოში იყოს მშვიდობა, იმიტომ რომ ეს ზეგავლენას ახდენ საქართველოზე. გილოცავთ სრულიად საქართველოს მრავალს და ეს არის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ დღეს ყველასთვის. გულითადად ვლოცავ სრულიად საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს უწმინდესის გარდაცვალებას. სიონის საკათედრო ტაძარში დილიდან არ წყდება მრევლის ნაკადი. ამ ტაძარმა განსაკუთრებული მნიშვნელობა კიდევ უფრო შეიძინა მას შემდეგ, რაც აქ დაიკრძალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. დღეს წირვას აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო. წირვის დასრულების შემდეგ ის მრევლს ქადაგებით მიმართავს. ვნახოთ რა აქცენტებს გააკეთებს მეუფე შიო ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით. ამის შემდეგ უკვე დაგეგმილი არის, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინება. მადლობა, პირდაპირ ეთერში ხატია ჯამალაშვილი საუბრობდა.